კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობთ მე, კატო და ხმის რეჟისორი თიკო ჟვანია და დღეს სტუმრად გვეწვია კიდევ ერთი რეჟისორი, თუმცა განსხვავებული ყაიდის კინო რეჟისორი რუსუდან ჭყონია. რუსუდან საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. ამის შენსკენ ჟვანიაზე გამიწია გულმა რო გავამეცხად ზემოდან. ჯერჯერობით ჭყონია. შენ ხარ ერთი მსრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის და ორი დოკუმენტური ფილმის ავტორი. თუმცა აქედან ერთი დოკუმენტური ფილმი არ უნახავს საზოგადოებას გამომდინარე იქიდან, რომ შენ ამ ყველაფერს მიუდგები ბრწყალებში, რო თქვა, არა ისე როგორც პროფესიონალები მიუდგებიან და როგორც ითვლება, რომ პროფესიონალები უნდა მიუდგნენ, არამედ ისე როგორც ადამიანი უნდა მიუდგეს. და მეორე ფილმი მე მგონი ნახა ხო საზოგადოებამ. ერთ-ერთი რომელიც ტრაფიკინგს ეხება. ხო, ტრაფიკინგთან დაკავშირებულ ფილმზე ხო რთული ისტორია იყო საკმაოდ, იმიტომ რომ თემა ისეთია, ძალიან სენსიტიური თემაა და მთავარი პერსონაჟი, მთავარი გმირი ამ იყო დოკუმენტური ფილმი და მთავარი გმირი ამ ფილმის გადაღების პერიოდში თანახმა იყო რო გადაგვეღო და რაღაც პერიოდის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა, გათხოვდა, ყველაფერი რაღაცნაირად სხვანაირად კარგად დაულაგდა. და როდესაც ფილმი უნდა გამეშვა და ფილმს უშვებდი ფსიქოში, ამ გოგონამ დამირეკა, უბრალოდ ამ გოგონამ არ დამირეკა, მითხრა რომ მისი ცხოვრება ინგრეოდა თუ ამ ფილმს აჩვენებდით და ჩემი აზრით არც ერთი ფილმი არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლის დარღვევად. არ ვარ მეც და მეც ორიგინალური ალბათ ამ ფილმია და ადამიანის ბედიღვალია. თუ ხვდები რომ რაღაცა ესეთი სავალალო შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ადამიანისთვის, ალბათ ეგ არ უნდა გააკეთო. მე სანამ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს, სვენელ შევახსენებ, რომ SMS ნომერზე 917778 SMS გზავნილის გამოგზავნა შეგიძლიათ თქვენი კითხვები დაუსვათ რუსუდანს, ან თქვენი მოსაზრებები გამოთქვათ მის ფილმთან Keep Smiling-თან დაკავშირებით, ან ზოგადად რაზეც გნებავთ, ოღონდ კინოსთან დაკავშირებით. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს. SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო, რომლის ვებგვერდის მისამართია SMS კოდში ტელეფონი 219-44. ბეც რა მე ხოლმე კიდეც რომ თუ ძალიან თავგაბეზრებული არ გაქვს ამის შესახებ საუბარი, დარწმუნებულად ყველა გიკითხება Keep Smiling-ის შესახებ, შეგვიძლია ფილმი თავისთვის ლაპარაკობს, თავად ამბობს სათქმელს. მადლობთ. თუ კი ძალიან გაბეზრებული არ გაქვს, მაშინ ერთ თურ კითხოს აქ მასთან დაკავშირებით. ანუ მე უბრალოდ რევენდეს სცენარი წერებდი 7 წლის მანძილზე, რაც ანუ 7 წელი ელოდი შენ დაფინანსებას, რაც საკმაოდ რთულია გარდა იმისა, რომ მოლოდინის რეჟიმში ცხოვრება, ამას ემატება ის, რომ სცენარი მუდმივად ანუ ხო იცვლება, ხო გარემო იცვლება, სცენარი ძველდება და თან გარემოც იცვლება და ამიტომ ყოველი სცენარი სხვადასხვანაირი იყო. თავიდან მოქმედება ხდებოდა 90-იან წლებში, მე მივხვდი რომ 90-იან წლებზე უფრო საინტერესო ჩემთვის დღევანდელი საქართველო იყო. გადმოვიტანე ეს მოქმედება ჩვენ დროში უკვე და ძალიან ბევრი ვერსია იყო სცენარის, თითოეულ ვერსიაში სხვა პერსონაჟი იყო, უფრო მთავარი გმირი არასწორია, იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული ანსამბლ ფილმია, სადაც ბევრი გმირებია, და ყველა თითქოს მთავარია, მაგრამ ინგლისურად ამას ქვია leading character, ქართულად არ ვიცი როგორ არის. ალბათ წამყვანი გმირი. ეს წამყვანი გმირი ხა ამ ვერსიაში ფილმში გვანცა. მაინც მეტნაკლებად მის ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი. სხვადასხვა ვერსიაში სხვადასხვა პერსონაჟი იყო ვერსია, რომელშიც ელენე იყო ასეთი ფილმის მამოძრავებელი ძალა და ლოკომოტივივით, იყო ერთ-ერთი ვერსია, სადაც ირინა იყო უფრო მთავარი, მას ეკეთებოდა უფრო ფოკუსირება, მაგრამ მე ბოლოს მივხვდი, რომ ჩემთვის აი ყველაზე საინტერესო და ყველაზე მეამბოხე
და არაორდინალური იყო მაინც გვანცა, რომელიც ყველანაირ ტაბუს არღვევდა და ესეთი იყო რაღაც სითამამე და სილაღე ქონდა სხვანაირი და უცებ მომეწონა აი გვანცაზე აქცენტირება და ბოლო ვერსია რაც ქონდა სცენარის უკვე აი ამ გვანცას გმირზე იყო შედარებით აქცენტირებული. რთული იყო რა თქმა უნდა ამდენი წლის მანძილზე ფულის ძებნა გარდა იმისა რომ საკმაოდ ისე დიდ ფრუსტრაციაში ხარ ამ დროს იმიტომ რომ შეგაგ კინოცენტრში 7ჯერ და 7ჯერ იღებ უღარს და უარი საერთოდ ისეთია ძნელი გადასატანი როგორ შეიძლება შენ თავის წმენა დაკარგო შეიძლება დაფიქრო რომ ალბათ არ ვარ გაეს და ალბათ არ არის რა გასაკეთებელი და ალბათ ბევრი ადამიანი ხა მაგ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ძალიან ჯიუტი აღმოჩნდი და აი ბოლომდე ვიბრძოლე ამ სცენარისტის ამიტომ რომ იყო რაღაცა რით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც სათქმელი და ძალიან მინდოდა ამ ფილმის გადაღება და ამიტომ ამბალთ ამ ძალიან ძლიერმა სურვილმა მომცა ის საშუალება და უნარი რომ აი 7 წლის განმავლობაში უარების მიღება ნამდვილად არ არის იოლი აი ეს უარებისთვის რაღაცნაირად გამეძლო და გამოწვევად მიმეღო და არა მაინც გადავიღებ მდგომარეობაში ყოფილიყავი თან პლუს ამას თან დაერთო ის რომ საერთაშორისო წარმატება ფილმს ჰქონდა როგორც სცენარის ეტაპზეც კი მაგალითად არ მახსოვს 2000 წელს თუ არ ვცდებ 2001 წელს მე მგონი შვეიცარიული გრანტი მოიპოვა გერმანიის ბერლინ-ბრანდენბურგის ფონდის დაფინანსება მოიპოვა ბერლინალეს პროექტების მარკეტზე იყო სამსაუკეთესო პროექტ შორის არჩეული ამერიკანის ფესტივალის რეზიდენსში განვავითარა ეს ფილმი სადაც ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ვიყავ ვინც აღმოჩნდა და აი მიუხედავად იმისა რომ ძალიან აბუ-დაბიში სცენარმა მოიგო პრიზი, რაც ძალიან უცნაური იყო ასე. და პრინციპში ძალიან კარგად მიდიოდა ამ ფილმის საერთაშორისო ცხოვრება და აქეთ იქიდან პატარ-პატარა ფულსაც განსავითარებელ ფულსაც შეავლობდით, მაგრამ ქართული კინოცენტრი განუწყვეტლივ უარს მეუბნებოდა და ბოლოს 2009 თუ 10 წელი იყო, აღარ მახსოვს, მგონი 10 წელს. დებიუტების კონკურსში გავიმარჯვე და აი ეს ქართული ფული იყო ის რამაც ბოლოს დაძრა ეს ფილმი. თუმცა იყო საკმაოდ დაბალი ბიუჯეტით გადაღებული და შენ არ აგიღია ჰონორარი? არა. ასევე არა უღია ჰონორარი თორსები პროდიუსერს და ოპერატორს. აღმასრულებელმა პროდიუსერმა ძალიან მინიმალური ჰონორარი აიღო. ოპერატორმაც ძალიან პატარა თანხა ის თანხა სამწუხაროდ ვერ გადაუხადეთ რაც უნდა გადახდილი ყოფილიყო მისთვის და იყო ძალიან ბევრი პრობლემები ამ ფილმის გადაღებაში. ფაქტობრივად გეტოს პირობებში მუშაობდა. ძალიან რთულად წავიდა, აი ჯოჯოხეთურ პირობებში მოგვიწია მუშაობა, იმიტომ რომ ხო, ფრანგი პროდიუსერი მყავდა, ასე თქმა უნდა დამავიწყე კოპროდიუსერი. რომელიც აი ვთვლი რომ გამიმართლა რომ ეს კაცი იყო ჩემი კოპროდიუსერი ნიკოლა ბლანკი. და ისე მოხდა რომ ფილმის მოპოვებული ქონდა ტელევიზიიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 100,000 евро და ქონდა წინა მემორანდუმი გაფორმებული. ეს მემორანდუმი გადაგზავნილი მქონდა ჩემი კოპროდიუსერისთვის და მთავარი კონტრაქტი უნდა გაგვეფორმებინა ტელევიზიასთან. ყველაფერი შეთანხმებული იყო. ყველაფერი ასე ვთქვათ მოლაპარაკებული იყო. ზუსტად გადაღვებებამდე 2 კვირით ადრე ტელევიზიამ უარი თქვა მემორანდუმზე და უარი თქვა ფილმში მონაწილეობას. რაც ნიშნავდა სრულ კატასტროფას, იმიტომ რომ ისედაც არ ყოფნიდა ფული ფილმის დასამთავრებლად, ისედაც ძალიან მიზერული თანხით ვიღებდით, მაინც არ ვიღებდი ხელფასი, მაგრამ ძალიან ცოტა ფული ჰქონდა. ისედაც ამ ტელევიზიის ფულიანადაც და უცებ ეს დიდი ნაწილი ფულის ფაქტობრივად მესამედი რომ მოგვაკლდა, აღმოჩნდა რომ აღმოჩნდით ძალიან ცუდ მდგომარეობაში.
არ ვიცოდით რა მექნა, მახსოვს წვირდა სისხლი მომდიოდა, ვერ ჩერდებოდი ნერვიულობისგან და არ ვიცოდი რა უნდა გამაკეთებინა, არ ვიცოდი. სწორედ ამ დროს ჩემ ოპერატორს შესთავაზეს ჩემზე ბევრად უფრო კარგად ნაზღაურებადი ფილმში მონაწილეობის მიღება და ბევრად უფრო კარგად უხდიდა, ვიდრე მე ვუხდიდი. თან უნდა მოუყვერო, მინდია მაგ პერიოდში არ იყო ჩემი მეგობარი, არ იყო ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, უბრალოდ მისი ნამუშევრები მქონდა ნანახი. ოპერატორის შესახებ საუბრობთ ამ დროს. ნამუშევრები მქონდა ნანახი და ისე მოვიწვერო ერთად გვემუშავა. მეგობრობა მაგ პერიოდში არ გვკავშირებდა და მინდია მოვიდა და მითხრა მინდია ესაძა რომ ესეთი ამბავია, მე შემომთავაზეს ესეთი პროექტში მონაწილეობის მიღება. და კი ვიცი ახლა ტელევიზიამ უარი თქვა ფულის მოცემაზე, მაგრამ უნდა მითხრა, ახლა რას ვშვებით, იმიტომ რომ თუ არ ვიღებთ ამ ფილმს, მაშინ მე იმას თანხმობა უნდა ვუთხრა. მოთხარი რომ მივხვდი რომ ვერაფერს ვერ ვაბნებ, იმიტომ რომ თუ ვთხარი მინდიას რომ არ ვიღებთ ფილმს და თანხმობა ვუთხრა, ეს ფილმს არ იღებ. იმასაც ვერ ვერც თანხმობას ვეუბნები, ვერც უარს ვეუბნები. სულ დავნეულობაში ვარ, არ ვიცი რა გავაკეთო და თან ფრანგებსაც ვერ ვურეკავ და ამ ამბავს ვერ ვეუბნები, რომ რა ვქნა, არ ვიცი, რა მდგომარე გამოსავალს ვერ ვხედავ. მინდა სუთხარი, რომ იცი რა მეთქი, მაქსიმალურად გაუწელე მეთქი, უარის კი არა, პასუხის მიცემა თქო და უთხარი თქო, რომ ერთი კვირა მჭირდება, ორი კვირა მჭირდება თქო და მე ამ ერთ კვირაში და ორ კვირაში თქო, რაღაცას ვეცდები რომ გავაკეთო. რას გავაკეთებ მეკითხა, არ ვიცი მეთქი, მაგრამ რაღაცა იქნება. დრის ხარჯზე ვავნები არ ვიცი. კარგიო მითხრა. ერთ კვირაში მონდის მინდა და მეუბნება რომ რუსეო მე ბევრი ვიფიქრეო და ამ პროექტზეო იმ აღალანაზღაურებად პროექტზე უარი ვთქვიო და მოვდივარ შენთანო და თუ არ არისო ფულიო მე ვიმუშავებ უფულოდო. და ეს იყო იმ წუთას ისეთი მხარში დგომა რომ მახსოვს რომ ისარში რომ ბურთი გაგეჭხირება და უზომოდ მადლობელი ვიყავი მინდიასი და რომ მაშინ ესე რომ დამიდგა გვერდში, ძალიან ბევრად განაპირობა, ძალიან დიდი ძალა მომცა რა ეს რომ მითხრა და საფასტელის ჯგუფის წევრები, რომლებიც ჩემთვის არანაირად ახლობლები არ იყვნენ, მოვიდნენ და კი, ჩვენ გენდობით მითხრეს და გადავიღოთ ეს ფილმი და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და თანხმანი ვართ რომ თან პატარა ხელფასებზე ვიმუშაოთ და შენს გვერდით ვართ და უცებ იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა ყველას მხრიდან. და იყო ძალიან დიდი ავანტურა, იმიტომ რომ ვერ შვებოდით რაღაცაში, უნდა გადავშვებულიყავით რაღაცაში, სადაც ზუსტად ვიცით რომ ფული არ გვეყოფა. და ესე რომ მითხრეს ამ ჯგუფის წევრებმა, მოვიკრიბე ძალა და დაურეკე ჩემ პროდიუსერს. და უთხარი რომ ესეთი ამბავია, ფილმის მესამედი არ გვაქვს, იმიტომ რომ ქართულმა ტელევიზიამ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომლის მემორანდუმის ნახე ხელმოწერილი უცებ უარი განაცხადა ორი კვირით ადრე, მაგრამ ეს ჯგუფი ჩემს გვერდით არის, ყველანი ჩემს გვერდით არის, ფილმის გადაღება გვინდა და გადაწყვეტეთ, რომ ეს ფილმი აუცილებლად უნდა გადავიღოთ და ეხა შენი გადაწყვეტილება ხარ ჩვენს გვერდით თუ არა და მახსოვს რომ ისე ვინერვიულე, როცა ამას ვეუბნებოდი, იმიტომ რომ ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი ეგეთ დროს გეტყოდა, რომ იცი რა არა, ამ ხელ ავანტურაში მე არ მოყვები, არ გავრისკავ ჩემ ფულს ასე, იმიტომ რომ არ ვიცი ეს პროექტი დამთავრდება თუ არ დამთავრდება, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ნიკოლა სრულ შოკში იყო. მერდი ძახდა. მითხრა ცოტა ხანი მასადა უნდა დავილაპარაკოთ ახლა ჩვენთან კომპანიაშიო და პასუხით დაგიბრუნდებიო. და სანამ პასუხობდა მითხრა რომ მეორე ხვალ დაგირეკავო. და მივხვდი რომ ერთი დღე ალბათ მოვკვდები სანამ პასუხს მეტყვის. და ჩვენ აქ უნდა შევწყვიტოთ დროებით თხრობა, კადრი უნდა გაგიწყვიტოთ. იმიტომ რომ საინფორმაციო გამოშვების დრო დგება და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარი ფილმის შესახებ და რეჟისორი რუსუდან ჭყონიას შესახებ. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა, გადაცემის სტუმარია კინორეჟისორი რუსუდან ჭყონია და ჩვენ შევჩერდით რუსუდან იქ რომ როგორც ერთი ჭკვიანი კაცი იყო და ადამიანები ზოგჯერ სისულელებს რო არ აკეთებდნენ, არაფერი ჭკვიანური არ გამოვიდოდა და ეს იყო ძალიან დიდი სისულელე, ისე ჭყალებში ვთქვათ, რაც უდეო. არის სისულელე, მე კაი სიტყვა მგონია, ეცი რაღაცა, იმიტომ რომ
ესეთ რაღაცებს მოქვს მე ჭკვიანური რაღაცა. ბომჟიც კარგი სიტყვა მგონია თიკომ კარნახობს ყურში და რაო ჩვენმა ფრანგულმა მხარემ ფაქტია რომ ვი მადამ ხო თორემ არა ფრანგულმა მხარემ ბოლოს რადგა და ამოვიდა ფრანგული მხარეც ამ ავანტიურაზე და დაამატა თანხა და ამას დაემატა ნიკარურუა მაშინ ჩვენი მინისტრი იყო ნიკარურუას გადაწყვეტილება და ნიკარურუამ კულტურის სამინისტრომ დაგვიმატა ფილმის დასამთავრებელი თანხა უკვე ფილმი რაც ბოლოსკენ მიდიოდა და საბოლოო ჯამში ასე დიდი გაჭიროების და ძალიან პატარა ფინანსებით შევძერთ ამ ფილმის გადაღება. მაგრამ ნუ პრობლემა ის გახდა რომ ფილმის გადაღება იგეგმებოდა აგვისტოში და აგვისტო არის თეატრისთვის მკვდარი სეზონი, ნუ მაგ დროს ხურავდნენ თეატრს და შეგვეძლო იქ დილიდან საღამომდე გვემუშავა. მაგრამ ამდენი არეულობის და ამდენი გარურკვევლობის და ამდენი ძის და ტელევიზიის ამბის გამო გადაიწია და მოგვიწია ფილმის სექტემბერში დაწყება. სექტემბერში რომ დავიწყეთ ფილმი, უკვე თეატრს ჰქონდა სრული რეპერტუარი მთელი დღის განმავლობაში, მოზარდ-მაყურებელთა თეატრში ვიღებდით. დღის განმავლობაში ჩვენ ვერ შევიდოდით თეატრში და იყო ერთ-ერთი საშუალება რომ გადაგვეღო ღამით. და ღამის გადაღებებზე უფრო საშინელი და მძიმე ალბათ არაფერი არ ყოფილა, იმიტომ რომ ადამიანს აქვს რაღაცა ბიოლოგიური რიტმი და ნუ აი ყველაფერს არ ღვევ, როდესაც ღამე იმ დროს როცა უნდა გეძინოს, მუშაობ. თვითონ აი კაგებ ხო კითხავდა ადამიანებს დილის 4 საათზე, იმიტომ რომ ფსიქიკა ყველაზე ლაბილურია მაგ დროს. და ადამიანები არიან ძალიან მყიფეები არიან მაგ დროს. ჩვენ მაგ დროს ვიღებდით. და ქონდა 50-ზე მეტი გადასაღები დღე აღარ მახსოვს ზუსტად რამდენი ძალიან ბევრი იყო საშინელება მხატვრებისთვისაც მუშაობა, იმიტომ რომ სცენას ყოველ დღე, ყოველ ღამე უბრალოდ დააწყობდნენ, ამ პოდიუმს გამართავდნენ სილამეს კონკურსისთვის მთელ ყველაფერს. შუქებით, განათებებით, ბორჯღალებით, 1000 რაღაცებს კედლებით. და დილის 7 საათზე ამ ყველაფერს ხსნიდით, იმიტომ რომ თეატრს თავის რეპერტუარი ჰქონდა და ისინი არ ჭირდებოდა. და ესე ვიწვალეთ, მაგრამ ბოლოს მაინც კარგი იყო. ხო, ეს ყველაფერი ამეთ ღირდა, თუმცა ფაქტია რომ მე სუხალისებ რომ ხელოვანსაც აქვს თვის ბოლოს გადასახდელი და აი ესეთი ჟინის მიუხედავად რომ აუცილებლად მოგეთქვა შენი სათქმელი და ნამდვილად ღირდა რომ ეს ყველაფერი გაგეკეთებინა. აი როგორ ფიქრობ მაინც აბა აი ამაში ყველაფერში რომ არიხდიდნენ გარკვეულ თანხებს მაინც იქნებოდი რეჟისორი მაინც გააგრძელებდი ამას რა შეუძლებელია გაგრძელებას. ანუ პირველ ფილმზე შეგიძლია, ანუ მადლობა უნდა უთხრა ჩემ მშობლებს და ჩემ დას თიკოს, იმიტომ რომ ნუ მათი მხარდაჭერის გარეშე მე ვერასდროს ვერ გავაკეთებდი. ხო და მე ვთვლი რომ არასწორია ადამიანების მხარდაჭერით ესე ისარგებლო. ერთხელ შეიძლება ესე გააკეთო და იმუშაო და ნუ ყველა ესე მხარში დაგიდგეს, მაგრამ ეს არის პროფესია. ეს არის ამუშაო, რომელშიც ანაზღაურებას უნდა იღებდე, იმიტომ რომ დამოუკიდებლად არსებობა უნდა შეძლო რეჟისორმა. ნუ ეს მითი რომ ხელოვანს რა თუნდა ჭამასმა? რა ვიცი, ვიცი მაგ ზავრცელებს. ხო, თვითონ ცოტა ხანია. ой, ხო, ეგ არის არაჩვეულებრივი იდეა სხვაჩორის. ცადო თვითონ უნდა ესე. არა, ნუ არასწორ დამოკიდებულება. შენ ხარ შენივე ფილმის სცენარისტი. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება ეს გააკეთო, მაგრამ ეს არ არის წესი. შენ ხარ სცენარის ავტორი, ნუ რამე ძალიან კარგი საშუალება მოგცა იმისა, რომ გადაკეთებინა თვითონ ფილმის მსვლელობისას, თუმცა შენ როგორ გუნდური მოთამაშე ხალხოთ არასწორი, იმიტომ რეჟისორს მეტნაკლებად უწევს ხო გუნდურად თამაში.
გუნდმა თამაში გამოდის რომ ხარდია, მაგრამ აი სცენარის შემთხვევაში როგორ გირჩენია შენ თავად როცა ხარ ავტორი თუ თან ავტორზე წარიყოდი? იწყება სცენარიდან ფილმი, რისი ანუ ძალიან მნიშვნელოვანია სცენარი და უმეტესწილად სცენარები თავში მიტრიალებს ხოლმე და სწორედ მის გადაღება მინდა, რაც თავში რა იდეებით თავში მიტრიალებს. ამიტომ სხვა სცენარისტთან ერთად წერა არც მიცდი, რამდენიმეჯერ ვცადე ვიღაცაებთან ერთად და არ გამომივიდა. ერთადერთი ვისთან ძალიან კარგად გამომივიდა წერა იყო ჩემი და ერთად გავაკეთეთ სცენარი დავწერეთ. მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. ხვისი სცენარების გადაღება რომ მომდამებოდეს, მართალი გითხრათ, ესეთი რაღაცა არ ყოფილა. რაღაცნაირად ჩემთვის ეს ყოფილი ერთმანეთთან დაკავშირებულია. რა არის ეგეთი, საავტორო კინო ალბათ ეგ არის, როდესაც სცენარისტიც შეხარ და რეჟისორიც შეხარ. და ალბათ აქვე იხსნება კითხვა იმის შესახებ, რა იმის ეკრანიზების სურვილი გაგჩენია თუ რომელიმე ნაწარმოების? არა, აჩა მოტივების მიხედვით რაღაცებს გაკეთების გამჩენია, ანუ რამოდენიმე ნაწარმოების თქვათ იდეა რო გამოიყენოთ, გადააკეთო რაღაცნაირად. მაგრამ აი ეკრანიზების და აი ზუსტად ისე გადმოტანის როგორც თქვათ წიგნში ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. აი რაღაცა ზარმაცებისთვის ვისაც საკითხოთ ეს ალბათ. და ყოველთვის რაღაც რამოდენიმე ეკრანიზაცია არის, რომელიც მომწონს. მაგრამ ეს ის ეკრანიზაციებია, რომელიც თქვათ ჯერ ფილმი ვნახე და მე წიგნი წავიკითხე, თქვათ ვიღაცამ გუგლის ბუდეს გადაუფრინა, კენკიზის ვიღაცამ გუგლის ბუდეს გადაუფრინას მიხედვით არის გაკეთებული, თუმცა ეკრანიზაციას ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ კენკი როდესაც წიგნი წავიკითხე, იმდანად განსხვავებული იყო ფილმისგან. ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნაწარმოები იყო და სათქმელებიც ჩემთვის საკმარისად სხვადასხვა ქონდა. წიგნი თავიდან ბოლომდე ამ ინდიელის ირგვლივ ტრიალებს და ძირითადად ამის ფიქრებში და ესეთ ცნობიერებაში ოდიალისავით არის და კინოში მაკმარფის გმირი არის მთავარი და ყველათმა ცერეზული განხეთქილებაც ქონდათ, რაღაც კონფლიქტი ქონდათ კენკის და მიშე. თავის დროზე მომწონდა მის ეკრანიზაციაც, რა ქვია. ოპერების აუტანელი სიმსუბუქის ისიც, მაგრამ ისიც ფილმი ვნახე ჯერ და მე წიგნი წავიკითხე. კუნდერა შემთხვევაში ესეა ხო შეუძლებელია ალბათ იმ ყველაფრის გადმოტანა. თუმცა მეც არ მიყვარს ეკრანიზებები, მე ვინმე კითხება თიკო, გეთახმები. მაგრამ აი ეს სწორედ როცა განსხვავებული მე განსიფრებული დავჭირეთ ნახე შლენდორფის ფილმი ოგრი, რომელიც გადაღებულია მიშელ ტურნიეს ტყის მეფის მიხედვით და მართლა იქაც ეს დიამეტრალურად განსხვავებული მოტივების მიხედვით ფაქტიურად და არის აბსოლუტურად სხვა ხედვების შემოტანილი. თუნუქის დოლიც ძალიან კარგი ფილმია ჩემი აზრით. ანუ განსხვავდება ნაწარმოებისგან. აი მე მაგალითად როგორც სიმართლე გითხრათ, როგორც ერთ ჩვეულებრივ რიგით მაყურებელს გნებავთ კინოზე, გნებავთ თეატრის, აი თუნდაც მით უმეტეს თეატრის შემთხვევაში პიესა ხო სწორედ იმიტომ იწერება, რომ ის დაიდგას მერე. არანაირი სურვილი არ გამჩენია, არასოდეს მენახა ბეკეტის გნებავთ ენდგეიმის სცენაზე და გნებავთ იგივე გოდოს მოლოდინში, იმიტომ რომ რატოღაც იმდენად სრულყოფილია ჩემს გონებაში ეს ყველაფერი, რომ უკვე სხვისი თვალებით დანახული ნაკლებად მაინტერესებს. ეს შემთხვევაში ცოტა სხვა რაღაცა, ანუ თეატრის შემთხვევაში ცოტა სხვა რაღაცა, ანუ იქ მნიშვნელობა აქვს და ძალიან საინტერესოა, თვითონ რა გასაღებს უძებნის ერთი და იგივე პიესას სხვა რეჟისორი და რა კუთხით გიყვება, რას ხედავს თავისას იმ 1000-ჯერ თქმულ ამბავში, ხო? თქვათ მეფელირი იყო ვერსია, სადაც დიქტატორი იყო და ესეთი ძალიან ძლიერი მეფე იყო ვერსია, სადაც იყო ძალიან იმდენად სუსტი და იმდენად უმწეო, რომ შემოდი, აღარ მახსოვს რომლის ვისი სპექტაკლი იყო ეს, გვარი დამავიწყდა. რომ მაყურებელს ლამის გული მისდიოდაო, იმდენად უმწეო იყო, რომ შემოდიოდაო პირველ იმაში, რა ქვია, მოქმედებაში. და ამ შემთხვევაში, თეატრის შემთხვევაში, ალბათ სპექტაკლის შემთხვევაში თვითონ ეს
აქტოვკა როგორ არის ქართულად. ანუ გასაღები, კუთხე რა კუთხიდანაც ხსნის ამ სპექტაკლს საინტერესოა ხოლმე. კინოს შემთხვევაში ეს ცოტა ნაკლებად არის ხოლმე რაღაც ბრტყელი უფრო რაღაც ილუსტრაციასავით არის ძალიან ხშირად კინო ეკრანიზება რაღაცა ნაწარმოებების რაც სრულებით არ მჭირდება და არ მაინტერესებს მაინც და მაინც. აი როცა არჩევ დაწერე უკვე შენი სცენარი როგორ პოულობს აი ყოველთვის მაინტერესებს სხვა შორის პატარაც რო ვიყავი რომ აი ზოგჯერ იყო რომ მართლა იმდენად შეესაბამებოდა მსახიობი როლს რომ აი როგორ სწორად უპოვნი და ზოგჯერ არის რაღაც ძალიან განსხვავი შეიძლება ის ესე ხედავდა თავის ცხადია ყველა თავისი ხოთი აღმოსავლეთში კათინორს რო გეტყვიან უნდა უთხრა თურმე რომ თქვენი თვალები ლამაზად ხედავენ სამყაროს და კარგია შესაბამისად მისი თვალები ასე ხედავდნენ ალბათ ამ პერსონაჟს თუნდაც მით უფრო როცა სცენარი შენი დაწერილია მაგრამ მაინც არის ხოლმე რაღაცა შეცდომებს რო უშვებენ კასტინგი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კასტინგის დროს მიღებული გადაწყვეტილებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რასაც იღებ ფილმის მსვლელობისას და მსახიობების შერჩევაზე საპასუხისმგებლო ამბავი ალბათ ძალიან ცოტაა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოს მსახიობი ფილმისთვის. და ამ Keep Smiling ის შემთხვევაში გქონდა მე მგონი 8 თვიანი კასტინგი და მე მგონი მთელი საქართველოს ვინც კი იყო მსახიობები თბილისში ვინც კი იყო მე მგონი ყველა მყავდა კასტინგზე და ბოლოს უკვე თავში აი სრული ქაოსი მქონდა იმიტომ რომ ოდესაც ძალიან ზუსტად იცი რა გინდა და აი ძალიან ზუსტად ხედავ იმ პერსონაჟს რომელიც ჩემ გონებაში არსებობს გიჭირს იმის მოძებნა მე მივხვდი რომ აი ეს მიდგომა რომ აი ზუსტად წარმომიდგენია ვინ არის და როგორი არის და რა სხეულის ენა აქვს როგორი ტიპია ეს მსახიობი ხო ეს პერსონაჟი ხო ეს რაღაცნაირად დავივიწყო აი ეს მსახიობები არიან ვინც არიან და უნდა მოერგო ამათ და შენი გმირი უნდა მოარგო ამ მსახიობებს რაც არსებობს და ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება შენ კი არ უნდა აი უნდა მოერგო ამ მსახიობებს და მათ მიხედვით უნდა წერწო ეს პერსონაჟები. ხო და მაგალითად გვანცას პერსონაჟი იყო მაგის თვალსაჩინო მაგალითი გვანცა იყო სცენარის მიხედვით სადღაც 21-22 წლის გოგო მაქსიმუმ ძალიან ესეთ ჰიპერსექსუალური ძალიან მხიარული, რაც ახტაჯანა ტიპი იყო, სიცოცხლით სავსე, ძალიან ენერგიული. მე ამბოხე, მაგრამ აი ამავდროულად ეს ყველაფერი რაღაც აი ბავშვობის და ცოტა მიამიტობის შლეიფს ატარებდა. და ესეთი პერსონაჟი მყავდა წარმოდგენილი და ესეთი იყო რა. ძალიან ქალური ამავდროულად. და სადაც манипуляტორიც, როდესაც იცი რომ ძალიან ქალური ხარ და სექსუალური ხარ და ამით დილობ რომ манипуლირება მოახდინო ხალხზე, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი მსახიობის პოვნა ვერ მოვახერხეთ და იყო ძალიან კარგი მსახიობი. და იმ დროს იყო ძალიან გამხდარი, ხელი, ესეთი ნერვიული და მივხვდი რომ საინტერესო იქნებოდა ამ როლის იაზე მორგება და შევცვალეთ ეს პერსონაჟი, ეს ბავშვურობა მოუხსენით, ეს მიამიტობა რაღაცა ნაიურობა მოუხსენით და გავხადეთ უფრო ბიჭური, რაც იასთვისაც ძალიან საინტერესო სათამაშო იყო, იმიტომ რომ რაღაცა უფრო პრინცესების როლებს თამაშობდა, მანამდე და უფრო ისეთი ჰაეროვანი გოგოების. ცოტა ბიჭური, ცოტა აგრესიული, სუშარლებში და სულ რაღაცა ეს კაც მიმსგავსებულ დასაცმელს რა ატარებს და ესეთი თავისუფალი მე ამბოხე. და ლიანად ერთად ვიგონებდით რაღაცებს მე და ია და იყო ძალიან საინტერესო ეს მუშაობის პროცესი. ასევე ძალიან საინტერესო, ყველასთან ძალიან საინტერესო იყო. ოლიკო ბაბლუანთან ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ხა ოლიკო მაგალითად გააკეთა მისთვის სრულიად განსხვავებული ოლიკო, მე მგონი 18 თუ 16 წლის იყო საფრანგეთში რო წავიდა.
ნახევრად ძალიან დიდი ხნის მანძილზე საფრანგეთში ცხოვრობდა და უცებ ახალ ტოლვილი ქალის გაკეთება მისთვის ის იყო ძალიან უცნაური, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენურად გაართვა თავი. ასევე არჩეულებრივი მსახიობია თამუნა ბუხნიკაშვილი, რომელიც ისეთი შრომის მოყვარე ადამიანია და ისე კარგად მუშაობს, რომ არ ვიცი. ყველა ჩემი მსახიობისთვის რაღაცა დიამეტრალურად განსხვავებული იყო მათი პერსონაჟების სხვა როლების შემდეგ. მე ყოველთვის რაღაცა ვერ დავიტრაბახებ, რომ მათი ყველა როლი ვიცი, მაგრამ რაღაცა ისეთი. მე საკმაოდ საინტერესო სამუშაო იყო ყველასთვის, იმიტომ რომ განსხვავებულ პერსონაჟებს ქმნიდნენ და მგონია რომ გეთახმები, მგონია რომ საკმაოდ სხვა ნანაშონია, მაგალითად მეგრელი ქალის როლში საინტერესო მოვლენილი იყო ჩემი აზრით. კეთილი, ჩვენ როგორც თიკო გვანიშნებს ახლა მუსიკას ნოდავთ რადიო იმედის ეთერის შემდგომ საინფორმაციო გამოშვება და ამინდის პროგნოზი გელით და მე ისევ გავაგრძელებთ საუბარს რეჟისორ რუსუდან ჭყონიასთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია კინორეჟისორი რუსუდან ჭყონია. თქვენ თუ კი რამე კითხვების გაგიჩნდებათ და სურვილი გექნებათ რომ თქვენი მოსაზრებები გამოთქვეთ, შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91778 SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფას SMS სერვისით კი რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო, რომლის ვებგვერდის მისამართი SMS კოდი, ტელეფონი კი 294014 და თიკო მე უკვე გამიჩნდა სურვილი ვაგზავნო SMS შეტყობინება ნომერზე 91778 თქვენ წამყვანს ძალიან სცივად და თუ შეიძლება გამორთეთ კონდიციონერი. ჩაიცვას უფრო თბილად გადავცეთ, კეთილი გადავცემთ და რუსუდან მოდი გავაგზავნოთ ჩვენ საუბარი ეხლა სულ მალე რა ტელეიმედის ეთერში იქნება ნაჩვენები შენი ფილმი და თუ კი ვინმეს არ უნახავს ჯერ ან და ხელახლა ნახვის სურვილი აქვს ახლო მომავალში ისინი იხილავენ ამ ფილმს ტელეიმედის ეთერით. 13 მარტს იქნება ნაჩვენები, ზუსტად არ ვიცი ჯერ. ჯერ დავუბრუნდეთ თვითონ რეჟისორს, როგორც პროფესიას, შენ ერთში აბსოლუტურად ის შემთხვევით ის რაღაცებს რო ყვებიან ხოლმე, ხოიცი რაღაცა მიბიც გამის კი რაღაცა მესისმრა, რაღაცა მეზმანე ასე არ იყო შენ შემთხვევაში, უბრალოდ ჩემ შემთხვევაში ძალიან ბანალურად და ისეთ პროზალად ავირჩი ეს პროფესია ვხატავდი ბავშვობაში. და რაც თავმახსოვს ბავშვობაში სულ მინდოდა მხატვარი გამოსულიყავი და ამავდროულად წერდი და სადღაც 14 წლის რა ვიყავი. ეს როგორც ყველა ოჯახში მეც მქონდა დედაჩემთან ეს საუბრები, აბა რას ფიქრობ? ის იკეთება კიდე შემდეგში და ასე შემდეგ და მოთხარი არ ვიცი, ალბათ მოთხარი მხატვარი იქნები, არ ვიცი, ზუსტად მეთქი ჯერ გადამიწყვეტა და ჩემი მოთხარი ვიცი რა კარგად ხატავ, კარგად წერ და ხარ გეფიქრა კინოზე მაგალითად. და ნუ ძლებ მივხვდი რომ ესეთი რაღაცა ძალიან მომეწონა. და არაფერი იმის მერე რაღაცა კვაში დამიჯდა და ესე მარტივად 17 წლის ამ ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და ნუ აღმოჩნდა რომ ეს ის იყო მართლა რის იკეთებაც მინდოდა და რის იკეთებაც იამოვნებდა. და ჩვენ ეთერს მიღმეთ საუბრობდით 17 წელი მართლაც საკმაოდ ისეთი ასაკია, ცოტა რთული დასადგენია რა გინდა. რა თქმა უნდა. და ძნელია პროფესიის არჩევა, თუმცა ალბათ ამავე დროს ისიც არის, რომ რაც უფრო ახალგაზრდა ადამიანი მით უფრო მარტივად მიდის რაღაცა თავგადასავლისკენ. რა თქმა უნდა. ახალგაზრდა ტვინები უფრო რავალ რაღაცას ახდენენ და მანუ ეს ეიჯიზმისში რო არ გამოგვიდეს, ანუ მე ამას არ გულისხმობ, უბრალოდ როგორ არის რაღაც მეტი თავზე ხელაღებულობა აქვთ მათ. გამბედაობა აქვთ, კი. მეტი პროტესტი აქვთ. ეგ საერთოდ რაც უფრო ცოდინარი ხარ, უფრო მეტად გამბედაო ხარ. მაგრამ მე ნუ რაღაცა ცოდნასთან ერთად იმის გააზრებაც მოდის, რომ შენი სისუსტეების გააზრებაც მოდის და ისეთი გამბედავი აღარ ხარ, მაგრამ აი ამ გამბედაობის გამო ხო მართალია ახალგაზრდა ადამიანები ამ სითამამის გამო
რომელიც ზოგჯერ არის იმის გამო რომ რაღაცებზე ამომწურავი ინფორმაცია არ აქვთ თქვათ რომ მეტ რაღაცებს აკეთებენ და უფრო რისკავენ რაღაცებში თუმცა მე ვფიქრობ რომ ყოველთვის უნდა გარისკო და არ უნდა გეშინოდეს არაფრის მაგრამ ის შენ თავში დარწმუნებულობა ალბათ რაც ახალგაზრდა ასაკში გაქვს როცა იზრდები და როცა უფრო საფუძვლიანად იცნობ თქვა ჩემ პროფესიას იგივე შენ პროფესიას რა თქმა უნდა აღარა გაქვს და ბევრ რაღაცებს ხვდები რომ ეს ყველაფერი ისე იოლი არ არის და ისეთი მარტივი არ არის როგორც თქვა 17 წლის ასაკში შეიძლება მოგჩვენებოდა შენი პროფესია გარდა იმისა რომ თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა ესე ნიუ-იორკში სწავლობდი მოგვიანებით რაც ალბათ ნიუ-იორკში არ სწავლობდი აბუ-დაბიში ვსწავლობდი მაგრამ ნიუ-იორკის კინოაკადემიაში ნიუ-იორკის კინოაკადემიას აქვს ფილიალი აბუ-დაბიში და აბუ-დაბიში ვსწავლობდი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და ნუ პირველად ცხოვრობდი შუა აღმოსავლეთში და ისეთი იყო რა absolutely განსხვავებული ქვეყანა ემირატები და მაინც აზია და ძალიან საინტერესო იყო და ბევრი რაღაცები აგდროს ხვდები სიამდვილეში რა ბევრი საქართველოს მართლა ძალიან ევროპა-აზიის გასაყარზეა და ბევრი რაღაცები გასაგებია ჩემთვის და ისეთი კულტურული შოკი ამისგან არ მაქვს როგორც თქვათ კონდათ ჩემს თქვათ ამერიკელ ჯგუფელს ან ფრანგ ჯგუფელს და ძალიან კარგი გამოცდილება იყო ვფიქრობ თვითონ შენ შესახებ წერენ რომ შენ იღებ ცხოვრებიდან სიუჟეტებს თუმცა მე მეეჭება რომ ვინმე იგონებდეს სიუჟეტებს ისეთ რაღაცას ვერ გამოიქონებ რაც არ არსებობს რაღაც რეფლექსია ასაც აკეთებ და ნუ ასახავ იმას რასაც ხედავ შენ გაქვს რაღაცა კითხვები და ნუ ამ კითხვებს უზიარებ შენ მაყურებელს პასუხები და რეცეპტები რა არის სწორი და რა არის არასწორი რა თქმა უნდა არ გაქვს და ეგეთ კინო რომელსაც თქვა დამოძღვრის ფუნქცია აქვს და რაღაც მასწავლებლური ტონი აქვს და მორალისტური ამას და მაინც არ მომწონს და არ მიყვარს უბრალოდ არის რაღაცა რასაც ფიქრობ და ისიც არის შენი გონება დაკავებული და რა კითხვებიც გაქვს ამის გაზიარება მაყურებელთან ჩემთვის და კი ძალიან ხშირად ესეა ინსპირაცია რეალური ცხოვრებიდან მოდის და ნუ ეგრეა აი თვისებები თავი თვისებები რაც შენი აზრით უნდა კონდეს რეჟისორს შენ ვიცი რომ არ გიყვარს არ ხარ დესპოტი რეჟისორების რეგს არ მიეკუთვნება ყოველთვის ესე ვფიქრობ გადაღებებზე ნუ არ ვიცი იმედი მაქვს რომ ხანდახან ყვირი ვარ ეგრეც არ არის ყოველთვის ვცდილობ რომ არ ვიყო და ნუ კინო არ არის ერთი ადამიანის ხელოვნება კინო არის რაღაცა რასაც ქმნის რამოდენიმე ადამიანი ერთად ანუ რაღაც ყველა ერთად მონაწილეობთ ამის კეთებაში რეჟისორის თავი ფუნქცია არის ნუ თავი ფუნქცია შეიძლება არ მაგრამ ერთ-ერთი ფუნქცია რომ მსახიობს დაეხმარო რაც მასში დევს რაც მასში არ არჩეულობ ანუ განძისმაძიებელი ვითხარ რა აი ეს განძი რაც მსახიობშია შენ უბრალოდ უნდა წამოიღო და მოეხმარო რომ მას გამოავლინოს მიქელანჯელო ხალისოთა მგონი რომ ქანდაკება არის დამალული ამ ლოდში და უბრალოდ ვათავისუფლებს ზედმეტის აი დაახლოებით ხო მართლა იგივე პროცესია ეს იმ მსახიობშია თუ მსახიობ ნიჭიერი არ არის ვერაფერს ვერ გააკეთებ და უბრალოდ უნდა მოძებნო გზა რომ იყოს სწორი დამხმარე ამ ადამიანისთვის სწორად მიეხმარო, სწორად მიაწოდო ემოციას, სწორად მიიყვანო იმ მდგომარეობამდე, რომ ის გააკეთოს, რაც შენ გინდა რომ გააკეთოს და ძალიან ხშირად თვითონ მსახიობები ძალიან საინტერესო იდეებით მოდიან და ძალიან კრეატიულები არიან. ნუ ბევრ რაღაცას მე პირადად ვიღებდი და ძალიან მომწონდა, რაც ფერებიც შემოჰქონდათ და ხმატებდნენ ამ
პერსონაჟებს თავისას რაღაცებს თქვა არ ვეთანხმებოდი და ამის მიზეზი ალბათ ის არის, როცა განსვლა ხდება იმ მთლიანი სარეჟისორო ხედვიდან. ხა რეჟისორი უფრო ძირითად სურათს ხედავს, მთლიან სურათს ხედავს და მსახიობი ხედავს მხოლოდ მის კონკრეტულ როლთან დაკავშირებულს და უფრო თავის თავზე არის ორიენტირებული და მე გადაწყვეტილებებს იღებ მთლიან სურათში რა უფრო სწორად ეწერება და ჩდება ამის მიხედვით. ხო და ძალიან ძვირფასია რა მსახიობთან მუშაობა და არ ჩვეულებრივია როცა ხედავ რა ეს რა ჩვენ თავში არსებობდა როგორ ანსხეულებს ვიღაცა და როგორ აკეთებს და როგორ თავისას ძენს კიდე უფრო ამდიდრებს და კიდე უფრო რაღაცა ფერს მატებს. რაც აი მართლა ძალიან საინტერესო პროცესია. და ყველაზე ხშირი შეცდომა რაც იმას თითქოლმე რეჟისორებს არის ეგეთი რაღაცა. მე მგონია რომ შეცდომა არის ორი რამე სხვა რეჟისორებზე ვერ ვიმსჯელებ ალბათ ხო არა ცხადიან ფიქრობ რომ ორი რამე არის შეცდომა არის ძალიან შენ თავში დარწმუნებულობა და მეორე შეცდომა არის როდესაც ძალიან დაურწმუნებელი ხარ შენს თავში ანუ რაღაც აი ამ შუალედის პოვნა არის და საჭირო იმიტომ რომ როგორც კი რაღაცაში ძალიან დარწმუნებული ხარ ძალიან ბევრ რაღაცებს ვეღარ ხედავ აი ჯამრთელი ეჭვი, როდესაც რაღაცას აკეთებ, რომ აი სწორია, ახლა რაც ვაკეთებ, ეს ეჭვი რო ხრნის სულ, ჩემთვის არის ძალიან სწორი მდგომარეობა, იმიტომ რომ ფრთხილად ხარ მაგ დროს და აღარ გეპარება რაღაცები, სიყალბეს გრძნობ რაღაცებს, გასათუთებული გაქვს ნერვები და ანუ რაღაცებს უფრო კარგად იჭერ. როგორც კი რაღაცას ვიცი ყველაფერი და აი რაღაც ჩემ თავში დარწმუნებულ მდგომარეობაში მოდიხარ, ცოტა თვითკმაყოფილ მდგომარეობაში მე მგონია რომ ეგრევე ძალიან ბრტყელი იქნება რასაც აკეთებ და მე მგონია რომ დინგი გიჩნდება ამ დროს და მოწონში გადადიხარ. ხო. ნებისმიერ ადამიანს ვეღარ გრძნობ რაღაცებს. ხო, რაღაცა გოჭივით ხდება. და ასევე არ უნდა მე მაგალითად მომსვლია თქვათ იყო რაღაცა სცენა რომელიც მეორე უკიდურესობა მომსვლია რომ თქვათ რაღაც მომენტში საკუთარ თავს არ ვენდე და ნუ აი სწორია იქნება არ არის ესე რასაც ვაკეთებ მართალი და თუმცა ვიფიქრე რომ იცი რა არა და მოდი თავს დავისხო და რაც უფრო მარტივია და ზუსტად ვიცი რომ ესე გამოვა და სწორია და რაღაც დაზღვეულად საშუალოდ კარგად გამოვა ესე რომ გავაკეთოთ მოდი ესე გავაკეთოთ იმიტომ რომ ის უცებ მომეჩვენა რომ რასაც ვაკეთებდი ძალიან რადიკალური იყო და შემდეგ მონტაჟის დროს რო უყურე რასაც ვაკეთებდი მივხვდი რომ აი არ უნდა დამეხია უკან და უფრო მეტი იმედი უნდა მქონოდა საკუთარ თავის და რასაც ვაკდა ნუ თან იმ წუთას იყო რომ რასაც ვაკეთებდი რაღაც მომენტში აღარ მენდნენ არც მსახიობებიც ცოტა შიში გავუშვათ იმიტომ რომ შენ განწყობებს გრძნობენ მსახიობები როდესაც შენც ესე ორჭოფობ რომ ეხა ეს სწორი არ არის სწორი რასაც ვაკეთებ ეგრევე გადადის მაგათაც ხო და ნუ ახლა მე როგორც ადამიანი რომელიც სულ ეჭვებშია და სულ ორჭოფობს და სულ ყველაფერზე 1000 აზრი აქვს ერთი აზრის მაგივრად ჩემს ბუნებრივ მდგომარეობა მაგრამ იმ შემთხვევაში რა ვფიქრობ რომ ძალიან ზედმეტი იყო და რაღაც მომენტში არ ვენდე ჩემ თავს და მონტაჟის დროს ძალიან ვინანე იმიტომ რომ პირველი ვერსია როგორც ვაკეთებდი ამ სცენას იყო ბევრად საინტერესო ვიდრე ის დაზღვეულად კარგი საშუალო ვარიანტი როგორც ბოლოს გადავიღეთ ჩვენ ორი წუთი გრჩება გადაცემის დასრულებამდე და შენ ამჯერადაც მუშაობ ფილმზე და ხვალბილი თუთენი უნდა ადგე. ამჯერად ჩემ ფილმზე არ მუშაობ, ამჯერად მუშაობ როგორც რეჟისორის ასისტენტი მოხსენ მაკმალბაფის ფილმზე, რომელსაც იღებს საქართველოში ქართულ მსახიობებთან ერთად და ფიქრობ რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ეს ყურება როგორ მუშაობს სხვა რეჟისორი თან ესეთი რანგის რეჟისორი ძალიან საინტერესოდ მუშაობს მსახიობებთან, ოპერატორთან და ფაქტობრივად რაღაცებს სწავლობ მე ვფიქრობ ამ გადაღებებისგან და ძალიან ყვაყოფილი ვარ რომ ამ გადაღებებზე მუშაობ როგორც ასისტენტი. აი რუსტენ შენ გეკითხებიან ქართული სამსახიობო სკოლის შემდეგ სხვათა სკოლა თქვენთვის აღმოჩენა ქართული სამსახიობო სკოლის შემდეგ სხვათა სკოლა თუ არის თქვენთვის აღმოჩენა გეკითხებიან. მაგრამ SMS-ი მოვიდა. ვერ მივხვდი მთლიანად კარგად კითხვის აზრს მე მგონი. ქართული სამსახიობო სკოლისგან განსხვავებული სკოლები. ნუ ამრავი კინოსკოლებია და ამრავი მეთოდებია მუშაობის, იქ სტანისლავსკის მეთოდი, ჩეხოვის მეთოდი, 1000 რაღაცებია როგორც მუშაობენ მსახიობები.
არაპროფესიონალი მსახიობებთანაც ძალიან საინტერესოა მუშაობა. ხო და მე მგონი რომ თავარია მსახიობი, ან არამსახიობი, ვთქვათ, არაპროფესიონალი მსახიობი. იყოს ნიჭიერი და თუ ტალანტი აქვს, უკვე აი ყველაფრის გაკეთება შეიძლება. კეთილი, ჩვენ გაცემა დასრულდა. გადაცემის სტუმარი იყო კინორეჟისორი რუსუდან ჭყონია. რუსუდან, უღრმეს მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მithumet შენი ძალიან რთული გრაფიკი ფაქტიურად გადაღებებიდან მოირბინე და ისე შენი ძილი შევწირეთ ჩვენ გადაცემას და შესაბამისად კიდევ უფრო განსაკუთრებული მადლობა ამის გამო ჩემგან და თიკოსგან. მადლობა მსმენელს ყურადღებისთვის, გემშვიდობებით უსმენეთ რადიო იმედს. კატოს საღამოები რადიო იმედზე.